В очередной раз. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა. სტრატეგიულ ძალებს შეუძლიათ სრულად უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციისა და საკავშირო სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს ფაქტია, რომელიც კარგად არის ცნობილი მსოფლიოს ყველა სპეციალისტისა და სამხედრო მოსამსახურისთვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი ბირთვული შეკავების ეგრეთ წოდებული თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა. ალბათ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ყველა ბირთვულ სახელმწიფოსაზე მაღალია. ბურევესტნიკი უნიკალური ბირთვული რაკეტაა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ახლახანს დასრულდა გადამწყვეტი ტესტები. ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ცხადია, რომ ყველა რეგულაცია ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. თუმცა ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ძირითადი მიზნები უკვე მიღწეულია. ამხანაგო უზენაესო მთავარსარდალო, რაკეტა 21 ოქტომბერს გამოვცადეთ. წინა გამოცდებისგან განსხვავება ისაა, რომ ბურევესტნიკმა ამ შემთხვევაში რამდენიმე საათის განმავლობაში იფრინა და 14000 კილომეტრი დაფარა, რაც ჯერ კიდევ არ არის სხვარი. რაკეტის ტექნიკური მახასიათებლების საშუალებას იძლევა, რომ ის გარანტირებული სიზუსტით იქნას გამოყენებული მაღალი დაცვის სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერ მანძილზე.